ჩვენი იმედი მამარდაშვილი კიდევ ერთი საღიბათო მომენტი და მამარდაშვილი სასწაულებს აკეთებს მამარდაშვილი. აბუთი აიღო. გამორბენი დარტყმა და ფინალი პენალტი. კოჩორაშვილი შესრულები. იდეალური თეთრმეტრიანი. კვადრა ნორმალურია, კვადრა რეალურია, კვადრა გვეგნიურია. გაკური და კარი. დინამოს აკადემიის სტადიონზე ახლა ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები ვარჯიშობენ. ყველა მათგანს საქართველოს ნაკრებში საკუთარი ფავორიტი ჰყავს. სულ ახსოვთ, რომ პორტუგალიის დამმარცხებელი ბიჭებიც ბურთს მათსავით აქ, ამ ბალახზე აბორებდნენ. ჩემს ეს არის мотивация, რომ მე ჩემი ძლია მაგალითად უფრო დიდ სტადიონებზე ვითამაშე. ის კიდე ყველაზე მეტად რო შეხვდე რატორას. მამარდაშვილს, რადგან მეც მეკარე ვარ და მისგან რჩევებს გავიზიარებდი და ავიღებდი მის მაგალითს. ჯადოქარია შენთვის მამარდაშვილი? კი, როფეხა. ზოგს მამარდაშვილობა უნდა. ზოგს მიქაუტაძისნაირად ბომბარდირობა. წარმეტირია, მაგრამ გოლზე გავგია. ქართული ფეხბურთის მომავალი გუნდში სათამაშო პოზიციებს საკუთარი კუმირების მიხედვით ირჩევს. ჩაკვეტაძე, რადგან უფრო დრიბლინგშია მაგარი და ჩემი სტილი შეgaminda, რომ შედარებით მაგრა ვიმატაო და ბურთის ატანა უკეთ ვიცოდე და შემიძლობს. ის ჩაკ გაიზარდა და მეც რომ აქ ვარ, დიდი შანსი მაქვს რომ თავარ გუნდში მოხვდე და შემენ ნაკრებში. გიორგი მაკასარაშვილმა ჩაკვეს გავლენით საყრდენი ნახევარმცველობა მოიდომა. საფეხბურთო აკადემიას უკვე ჰყავს მოქმედი კაპიტანიც. გიორგი ჩანგელია გურამ კაშიას ჩასანაცვლებლად ემზადება. კაშიო, თავის თამაში ყოველთვის მაქსიმუმზე და თავისი ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა გუნდში. კაპიტანი აძლევს мотивაციას და ყველაზე მეც ეგლაპარაკობს მოედანზე და ეგ აძლევს мотивაციას ყველას. თავარი мотивация მაინც ყველასთვის 26 მარტისა და 26 ივნისის გამარჯვებებია. ასეთი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც კვარაცხელიას გოლი თამაშის მეორე წუთზე პორტუგალიის კარში გავიდა. ევროპის ჩემპიონატზე მესამე გოლის ავტორი მიქაუტაძისგან უკვე აღარაფერი უყვირთ და ამიტომ სიხარულს მხოლოდ გიორგის ჟესტებით გამოხატავენ. ამ სტადიონზე ზუსტად ამ ასაკში და ზუსტად ასე ოცნებობდნენ დიდ ფეხბურთზე ბიჭები, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და მთელი საქართველოს გულები დაიპყრეს. აი აქ დაიწყო ჩვენი ბიჭების მომავალიც. 2013 წელს მათი ოცნება პირველად მაშინ ახდა, როდესაც დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე, საფეხბურთო აკადემიაში ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა კრიშტიანო რონალდო ჩამოვიდა. ვიდეო და ფოტოარქივი ინახავს უნიკალურ კადრებს, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად 12 წლის ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და ზურიკო დავითაშვილი პოზირებენ. ცოტა გასაიდუმლოებული იყო ჩამოყვანა. მე სხვათა შორის გავიგე 2 დღით ადრე მაინც ეს ინფორმაცია. თუმცა არავინ არ იცოდა და რა თქმა უნდა ფიფია მიცოდა. რა თქმა უნდა მე არ გავთქვი არსად ეს ინფორმაცია და ბავშვები იდგნენ აქ ამ ადგილას. ყველა იყო გაოგნებული და რონალდოს ჩამოსვლა პრაქტიკულად იყო მამოძრავებელი ძალა ამ ბავშვების ვარსკვლავებად გადაქცევისათვის. იცით რა? იმოქმედა. მე მჯერა დღეს ამ გადასახედიდან ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ ვიზიტმა ამ ბავშვების ბედი გადაწყვეტა. არჩილ კეკელია მაშინ საფეხბურთო აკადემიის დირექტორი იყო და შესაბამისად რონალდოს ერთ-ერთი მთავარი მასპინძელიც. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. ვიდეო მასალაშიც ყველგან რეალის მადრიდის ფეხბურთელთან ერთად ჩანს. ახლა 11 წლის წინანდელ კადრებს პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ სულ სხვა თვალით უყურებს. რო უყურებდი აქ ამ ბავშვების გარემოცვაში, ვფიქრობდი, რომ თუ დადგება ისეთი დღე, როდესაც მსგავს ფეხბურთელს ეთამაშები. და დადგა. არარეალური ამბავია, რაც მოხდა. რომ კრიშტიანო ეთამაშა იმ ბავშვებს, ვის თავზე ხელის გადასასმელად იხრებოდა, ისეთი პატარები იყვნენ.
ამ პატარა ბიჭებმა, ვისთვისაც რონალდოსთან ერთად ფოტოს გადაღება ოცნების ახდენა იყო, მისი დამარცხებაც შეძლეს. ამ თითქოს და შეუსრულებელ მისიას 11 წელი და სტადიონზე დღე და ღამე ვარჯიში დასჭირდა. ამით დინამოს აკადემიის იმ თაობამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი უბრალოდ არაფერია. ძნელი გამოსარჩევი არ არის ჭაკვეტაძე. ამ სურათში არის ქოჩორაშვილი აიღერ. სხვა თაობა, რომელსაც არ აქვს წაგებული ჯერ. აი ჩემი თაობის ხალხი, ჩვენ მუდამ ვაგებდით ყველაფერს. მარტო სპორტში კი არა, ზოგადად წაგებული ფსიქოლოგიის ხალხი ვიყავი და ესენი არიან სულ სხვა თაობა. პატივსცემენ ავტორიტეტს, ამავდროულად ამარცხებენ, როგორც რონალდოს შემთხვევაში მოხდა. ამ ფოტოსა და ამ ვიდეოს შორის სხვაობა 13 წელია. პირველზე ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ვარსკვლავთან შეხვედრითაა ბედნიერი. მეორე ვიდეოში კი ისევ ხვიჩა მასთან მიდის და წაგებით განაწყენებულს ამშვიდებს. ამ დღეს ალბათ ვერც კვარა წარმოიდგენდა მაშინ, როცა 6 წლის ასაკში საფეხბურთო აკადემიაში მიიყვანეს და მწვრთნელს დათო იმნაძეს ჩააბარეს. იყო გადამკვდარი გულშემატკივარი მადრიდის რეალის და კრისტიანო რონალდოს. აი ეს მოსვლის დღიდან 7 ნომერი მაისურით ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად მახსოვს. 6 წლის ხვიჩას მაშინვე შეატყვეს, რომ მას დიდი სტადიონები ელოდა და ეს მასშტაბი მის შესაძლებლობებს არ შეესაბამებოდა. თავისი სისწრაფე და აი ეს სისწრაფე ხდებოდა ბურთთან ერთად რა. ფეხბურთელი შეიძლება სწრაფი იყოს, მაგრამ ამ სისწრაფეში არ შეეძლოს ბურთის გამოყენება. მას შეეძლო ძალიან სწრაფად დრიბლინგი, მოწინააღმდეგის მოტყუება და გოლის გატანა. აი აქ ამ ოთახში ცხოვრობდა კვარაცხელია. კვარას ოთახი, სადაც ფეხბურთელი 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ახლა მუზეუმი ვითაა. ერთი განსხვავებით მასში აკადემიის სხვა აღსაზრდელები შეასახლეს და შესაძლოა ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავების ისტორია ახლაც ისევ ამ კედლებში იწერება. მარტო ვნახე კვარა. არაფერი დასამალია ამაში არა, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო და მე ახლა ვამაყობ მაგეთი. აკადემიიდან ხვიჩას სახლამდე სულ რამდენიმე წუთის სავალია. აი იქ არის გაზრდილი ეს ხის ფანჯრები, რომ მან ცხოვრობდნენ. კვარაცხელიას თამაშის ტექნიკას ყველაზე დიდი მღელვარებით სწორედ აქ, დიღმის მასივიდან აკვირდებიან და განიცდიან. მათ თვალწინ გაიზარდა ბიჭი, რომელიც რონალდოს ეთაყვანებოდა და მისი დამარცხებაც საკუთარ თავზე აიღო. ბუნკერი იყო ხოლმე ადრე და სულ უყავდა ხვიჩა და გასყდა თავი ვეუბნოდეთ, გააჩერე მე მაღლა ვცხოვრობ. გააჩერე ბურთი გასყდა თავი. პორტუგალიასთან თამაშის ღამე კვარას მეზობლებმა ხვიჩას გულშემატკივრობაში და გამარჯვების აღნიშვნაში გაათენეს. ამ სიბერეში მანახეს სიყვარული, გამახარეს და ჩემი სიცოცხლე 10 წელი დაგზერდა. ეს სიხარული რომ არასდროს გაუნელდეთ, ამისთვის მარტივი გამოსავალი იპოვეს. უძღვენით რა, პატარა საჩუქარი ჩვენგან, უბნისგან, ყორყუსისგან და ქუჩისგან. ხვიჩას ჯერ ფოტო ანახა მამამისმა და ბადრივნა, მე რო ჩამოვიდა ძალიან გაუხსოვდა. გაუხარდა მაგრა ხო. სადარბაზოში ყველა შემსრულს ხვიჩა კვარაცხელია შეეგებება და გაახსენებს, რომ წალენჯიხაში დაწყებულმა ბურთისკენ წვამ შესაძლებელია ნაპოლიმდე და იმის იქითაც ჩაგიყვანოს. სამეგრელოდან ჩამოსული ბიჭის და ნაკრების სხვა ვარსკვლავების წარმატებას საფუძველი მაინც დინამოს აკადემიაში ჩაეყარა. კვარა, ჩაკვე, ქოჩორა, ზურიკო, ლოჩო და მამარდა ერთგუნდად ჯერ კიდევ მაშინ იქცნენ, როდესაც 11-12 წლის ასაკში ერთმანეთს ამ მოედანზე შეხვდნენ. ბიჭებმა აქ დაიწყეს არამხოლოდ ბურთთან, ერთმანეთთან შეთამაშებაც. ერთად გაიზარდნენ 11 წლიდან აქ. აი შეთამაშებულები არიან არა მარტო ბურთთან, არამედ ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ არჩილ კეკელია აკადემიის დირექტორი იყო, ზურიკო, ჩაკვე, მამარდა და კვარა მას დღემდე 10 მასს ეძახიან. მისთვის სულ სცალიათ და მსოფლიოს 10-ულში შესული მეკარეც კი ამ ტელეფონიდან განხორციელებულ ზარს ვალენსიას თამაშამდე რამდენიმე წამით ადრეც კი პასუხობს. მეგობრებთან ერთად ვიდექი და უცებ რატომღაც ვიფიქრე გადაურეკავ გიორგის და ვკითხავ როგორ არის და დაურეკე გიორგის და მეგობრები მეუბნებიან, სადრეკაო, ეხლა თამაში აქვსო ვალენსიას და ну ყურადღება არ მივაქციე და მამარდა მაიღო ტელეფონიდან პასუხებს აჩიმას თამაშზე მივდივარ. ესეთ ანუ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ну რატომღაც ვერ გამსაზღვრე ის დრო რომ მაგრამ მაინც გიპასუხა. მიპასუხა კი. მამარდა ამ აკადემიაში არამხოლოდ სწავლობდა და ვარჯიშობდა. აქვე ცხოვრობდა და აკადემიის წესების მიხედვით სახლში წასვლის უფლება მხოლოდ შაბათ-კვირას ჰქონდა.
იგივე პირობებში იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძეც. გაიცინებდა, კარს გააღებდა და მეუბნება, წავალ რა სახლში, ხშირად გამიცილებია კიდეც. მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობდა მაშინ ჩაკვეტაძე. გიორგი ჩაკვეტაძის ოჯახი ოჩამჩირიდან დევნილია. პირველ რიგში ილოცავს გამარჯვებას. მამა მერაბ ჩაკვეტაძე საკუთარი სოფლის და სამშობლოს დასაცავად იარაღით ხელში იბრძოდა. ფეხბურთელის მშობლებმა და ძმებმა აფხაზეთის 300,000 ქართველთან ერთად რუსული ოკუპაციის შემდეგ დატოვეს. გიორგი 1999 წელს უკვე თბილისში დაიბადა. გოგო გვიმდოდა მართლა მესამე შვილი, ორი ბიჭები მყავდა და ისა დაიბადა გიორგი. თემან რაღაცა დასაწერი და მოვიდა საში და მითხრა რომ დედაო ესაო რა ქვია. ნუ აფხაზეთიდან ხოლმე და კი მეთქი და ხო მასწავლებელმა შემეკითხავენ და მე დავწერე რომ აფხაზეთიდან ვარ. დღემდე მუდმივად მოსდით ამბები ენგურს იქითა საქართველოდან. ახლა ამ მოგონებებით ცხოვრობენ. ეს ვიდეოც 10 დღის წინ არის გადაღებული. თქვენ კადრში ახლა გიორგის სახლს ხედავთ, რომელიც მასაც ჩვენსავით მხოლოდ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში უნახავს. ცხოვრება დევნილობაში ჩაკვემდა მისმა ოჯახმა, აქ მოსკოვის გამზირზე, ამ საცხოვრებელ ბინაში დაიწყო. 6 წლის იყო, როდესაც მის მიერ სახლში აგენტლელმა ბურთმა მიახვედრათ, რომ გიორგის ნიჭი ჰქონდა და ამ ნიჭს წვრთნა ესაჭიროებოდა. გოგო უყურეს ზევიდან გიორგის თამაში და რა მაგარი არისო. ფეხბურთში არ მიყავს და კი მე ვთხარ ჯერ პატარა 6 წლის იყო. და მარკელი ამისაო. წავიყვანოთ და თან აქო არაო თან პროსპექტზე იქ დინამოში უნდა წავიყვანოთ, როგორმე ატარებო და ასე მოხდა პატარა ჩაკვე დინამოს აკადემიაში. ამ სურათებში ნახავთ აგერ გიორგი ჩაკვეტაძეს. ჩაკვე. ბიჭი, რომელსაც არც ერთი ღამე მშობლების გარეშე გათეული არ ჰქონდა, ამ კედლებში მიიბარეს. ფიზიკურ დატვირთვაზე მეტად ოჯახთან განშორება გაუჭირდა. არსად მაგას ხო ერთი ღამე არ ქონდა განათელი. ერთი მან და ერთი ორჯერ ჩემო მიშვილი ცხოვრობდა ჩვენ ზემოთ მე-6 სართულზე და იქ ადიოდა ხოლმე. ერთხელ დაიძინა იქა და მე თვითონ ვერ გავძელი ავედი და ჩამოვიყვანი და 10 წლის იყო ხო რომ წავიდა იქ აკადემიაში და იქ იყვნენ იძინებდა და დედასთან უნდა წამოსვლა ხო? დედასთან. საკუთარი სახლისგან მოშორებამ ჩაკვე კიდევ უფრო მტკიცე და მოტივირებული გახადა. ვარჯიში მაშინაც როცა სხვა აღარ ვარჯიშობდა გიორგის ცხოვრების წესად იქცა. ამიტომ შეადარეს ის ადრეულ ასაკშივე მიხეილ მესხს. ყანეთ გივი ლომიძე იყო მწვრთნელი და ნახა ეხა იმის ფინტები რაღაცა ისინი და ბიჭო შენ რაგვარი ხარო ეუბნება მე ჩაკვეტაძე. შენ ჩაკვეტაძე კი რა მესხი ხარო მგონიო. გიორგი მაშინვე შეამჩნიეს და გამოარჩიეს აკადემიაშიც. იქაც ყველა მიცოდა რომ ჩაკვეს კუმირი კრისტიანო რონალდო იყო. ამიტომ იდგა მის გვერდით ყველაზე დიდხანს და ამიტომ უყურა მსოფლიო ვარსკვლავის მასტერკლასს 1 მეტრიან დისტანციაზე. ამის ფანი იყო განსაკუთრებული, რა ვიცი, ძალიან რო უყვარდა და აღნიშნავდა გოლებს მაგით და ეხლა კიდე ძალიან ვთხოვე რომ იქნებ მაიკაზე წარწერა გააკეთებინა გიოთქო. მაგრამ მორიდებულად უდგას წინ და რა ვიცი. ეხლა ბოლო პორტუგალიის თამაშზე? კი. ჩაკვეტაძე გუნდის კაპიტანი. გიორგი ჩაკვეტაძე არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც UEFA-ს ერთა ლიგაზე 2018 წელს გოლი გაიტანა. ეს იყო გარდამტეხი პერიოდი გიორგის ცხოვრებაში. ამ გოლის შემდეგ მისით არაერთი უცხოური კლუბი დაინტერესდა. გიორგი ჩაკვეტაძე. მაშინ დასრულდა იმედგაცრუების ბევრწლიანი ეპოქა. სწორედ 19 წლის ჩაკვეს გოლმა დაუბრუნა ქართველ გულშემატკივარს იმის რწმენა, რომ ფეხბურთს ჩვენს ქვეყანაში წარმატების მიღწევის შანსი ისევ ჰქონდა. მერე იყო უცხოური კლუბების არაერთი შემოთავაზება და პირველი კონტრაქტიც. ჩამოვიდა ეს როჯერი ბელგიას რომ უნდა გიორგი რომ მოვიდა სახლში, უნდა ნახო საცხოვრებსო გიორგი. ერთი პატარა ოთახი მქონდა მე. ბიჭები იქ ცხოვრობდნენ სამივე. ხდე ხიცი უცხოელებისთვის ახლა ეს და გაგირდა. ეხლა უწადე თუ მონახეთ ვინაო და მე ვყიდულობ. ჩვენ არ ვიცოდით მაშინ ბევრი რამე არ ვიცოდით. და ეს ბინა გვიყიდა იმათმა ბელგიელებმა მაშინ. ბელგიაში იცოდნენ რომ ჩაკვეტაძე რონალდოს ფანი იყო და ამიტომ 7 ნომრიანი მაისური დაახვედრეს. ამ სურათზე ხედავთ ჩაკვეტაძეს, ალბათ
ძნელი გამოსარჩევი არ არის ჩაკვეტაძე. ჩაკვეს მოტივაცია იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მიღებული ტრამვა, რომელმაც ფაქტობრივად 2 წელი დააკარგინა. ეს იყო პირველი პრიზი. მგონი 11 გოლი გაიტანა მაშინ. ერთდროულად ყველაზე უბრალო და ამასთან ყველაზე ძვირფასი პრიზი ჩაკვეტაძეების სახლში ყველაზე საპატიო ადგილას ინახება. ეს კარიკატურები ვინ გაუკეთა? ეს არ ვიცი, სხვადასხვა იმებმა გაუკეთეს გოგოებმა. ხო, გოგომ დახატა ესეც. მედლებისა და თასების კუთხეს მალე ალბათ გაფართოება მოუწევს. იმიტომ რომ ტრამვა უკან მოიტოვა და ჩაკვე უკვე ფორმაშია. თვითონ არ და ჩამოვიდოდა რომ გამოდიოდა. სულ უყურებდი, აბა ხელში ყველაფერი ყოველთვის ხელში ეჭირა ეს პრიზები, და თვითონაც ხო უხაროდა. ხო და სულ უყურებდი, აბა თუ მოიგო რაღაცა და მოაგ და მეც მიხაროდა რომ რაღაცა მოაქვს გიორგის ისა პრიზი. გამარჯვების სიხარული ყველაზე კარგად 26 მარტს გამოამშხავნა. დედისთვის გიორგისგან ეს იმდენად უცხო იყო, რომ შვილი ვერ იცნო. მაგრამ გამიკვირდა ბიჭო, შენ მეთქი როდის იყო მღეროდი, ცეკვავდი და რაღაცებს აკეთებდი. საერთოდ თუ მღეროდა არც ვიცოდი. რა გიპასუხოთ რაო? არა, ეგ როგორი წუნა იცი, სიტყვას არ გაგცემს პასუხს. იცინის, მაგრამ სიცილი იცის ერთი. და კიდე იცის ერთი ასე დაგიქნეს და ერთი ასე არა. всё. თუმცა ჩაკვეს დედა სოციალურ ქსელს თვალსადევნებს და ხვდება, რომ გამარჯვებებმა და დიდ ფეხბურთში სრულფასოვნად დაბრუნებამ ახალი გიორგი ჩაკვეტაძე წარმოშვა. ლაღი, გახსნილი, მხიარული და იუმორით სავსე. ამ სურათში არის ლოჩოშვილი. ამ სურათში ახავთ აგერ ზურიკო დავითაშვილი. კი, და მის გვერდზე მამარდაშვილი. ჩაკვეც არის ამ სურათში, ჩაკვეტაძე გიორგი. ეს არის ის ისტორია, რომელიც იქნებოდა, აი ამ კედლებში იქნებოდა ეს ისტორია, აი მექვაბიშვილს ხედავთ ამ სურათში. და კვარასაც თუ დააკვირდებით იპოვით ამ სურათში კვარაცხელიას. კი ბატონო. ეს წლების წინ ჩაყრილი საფუძველი ეხლა გვაძლევს სიამოვნების მიღების შესაძლებლობას რა. ეროვნული ნაკრების თამაშით სიამოვნების მიღება ერმა ევროპის ჩემპიონატებისთვის მზადების ეტაპზე დაიწყო. პირველი მერცხალი ბუდუ იყო ზივზივაძე, როცა UEFA-ს ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაში ლუქსემბურგის კარი ზედიზედ 2-ჯერ აიღო. მერე იყო 26 მარტის ისტორიული გამარჯვება. ქოჩორას საოცარი 11 მეტრიანი და კვეკვესკირის გადამწყვეტი გოლი. პორტუგალიამდე და ამ თამაშის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ერთი ან ორი ფეხბურთელის სწორად მოქნეულ ფეხს არ მიუყვანივართ. ბოლო თამაში, რომელმაც ჯგუფიდან გაგვიყვანა, რაღაცით ბრძოლასაც გავდა. ბრძოლას ევროპაში ადგილის დასამკვიდრებლად და ქვეყნის გულის გასახარად. მერე რა რომ ამ ბრძოლაში მეორე მხარეს მათი კუმირი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იდგა. გავრცელებული ფოტო არის ნიშანდობლივი, თუ როგორ ხდება ახალი ვარსკვლავების აღმოცენება, წარმოჩინება და რონალდო, რომელმაც თავისი კარიერა, ხანგრძლივი კარიერა ასე შთამბეჭდავად გაატარა, ალბათ უკვე მიდის დასასრულისკენ და ამ სურათში კარგად ჩანს ქართველი ფეხბურთელების პოტენციალი იმის ფონზე, წაქცეული რონალდოს ფონზე და ამაყად წინ ნაბიჯით მიმავალი საქართველოს ნაკრები და მისი თითეული წევრი. ლოჩოშვილიც ამ აკადემიამ გაზარდა. აკადემიის აღზრდილია ზურიკო დავითაშვილიც. აი ზურიკო უფრო მხიარული ფეხბურთელი იყო, ზურა საფეხბურთო ოჯახიდან არის და მის ფორმირებაში მის ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ზუკა, კვარა, ჩაკვეტაძე, მამარდა და კიდევ აი ეს ამ თაობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი არის, ძალიან ხანგრძლივი სიამოვნების პერიოდი გველოდება წინ. ახლა ამ სტადიონებზე ბევრი ზურიკო, გიორგი, ხვიჩა და ლუკა. ბოლო თვეებში ბიჭებმა საქმე ისე შემოაბრუნეს, რომ პატარა ფეხბურთელების ოცნება რონალდოობა კი არა, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრობა გახდა. ამიტომ ეჭვიც არ ეპარებათ, რომ კრისტიანოს შემდეგ კაშია და მისი გუნდი ხვალაც გამარჯვებისთვის ემზადებიან. ¡Están en comodidad!